დავით გედენიძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუმორჩილებლობას ედავებოდა 4 დეკემბერს დააკავეს ის, როდესაც პოლიცია შესული იყო ახლების ოფისში, ბესიკის ქუჩაზე ჩხრეკდა ოფისს. ამ დროს მათ 6 ახალგაზრდა დააკავეს და თქვეს, რომ არ დაემორჩილებდნენ მათ კანონიერ მოთხოვნას და გადიოდნენ ოფისის ტერიტორიიდან. 5 პირი კობა ჩაგუნავამ ჯერ კიდევ 5 დეკემბერს გაასამართლა და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა 5-ვეს. ერთადერთი იყო დავით გედენიძე, რომლის საქმეც მან გადადო შემდგომი განხილვისთვის და ცოტა ხნის წინ დასრულდა ამ საქმეზე სასამართლო პროცესი, სადაც პირველი პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე კობა ჩაგუნავამ და სრულად გაათავისუფლა სასჯელისგან დავით გედენიძე. დავით გედენიძე იმყოფება ჩემთან ერთად, ის ელოდებოდა პროცესის დაწყებამდე სავარაუდოდ ადმინისტრაციულ პატიმრობებს, როგორც თქვენ განმარტავდით, ამბობდა, რომ მისი თანამოაზრეების მსგავსად სავარაუდოდ 15 დღიან პატიმრობაში გაუშვდა მოსამართლე, თუმცა ესე არ მოხდა. რა მოხდა თქვენ შემთხვევაში და ელოდებოდით თუ არა აი ამ გადაწყვეტილებას, რომ სრულად შეწყდებოდა საქმე, შენიშვნაც კი არ მოხსათ მოსამართლე? არ ველოდებოდი, რა თქმა უნდა, უბრალოდ მოწმეების დაკითხვა იმდენად არ შეესაბამდა ერთმანეთს და იმდენად უაზრო, ასე ვთქვათ, თემა ილაპარაკეს, რომ მოსამართლემ მიიღო მართლაც რომ სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან არაფერი მსგავსი მე არ გამიკეთებია, რასაც მოწმეები იძახდნენ. ამიტომ, რავი, კმაყოფილება ძალიან არ ველოდი, მაგრამ როგორც მე სამართლეს ისე უნდა იყვნენ სხვაებიც, რადგან როგორც არის ჩემი ძმა, გუშინ წინ დააკავეს, მასეც ძალიან უაზრო, ესე ვთქვათ, რაღაცებს აბრალებდნენ, მაგრამ მოვა დრო გამოვლენ და ეს მოსამართლეების როგორც დღეს ისე სამართლიანი გადაწყვეტილების მიიღებენ ამის მერე. დიდი მადლობა. მსგავსი გადაწყვეტილება არ ახსოვს ალბათ სასამართლო განხილვების ისტორიას, როდესაც აქციაზე დააკავებული ამ პროევროპულ აქციებზე დგომის გამო დააკავებული ახალგაზრდები სრულად გაეთავისუფლებინა ორი შემთხვევის გარდა მოსამართლეს, თუმცა კობა ჩაგუნავამ დღევანდელი ამ გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პირდაპირ უთხრა, რომ უფრო დამაჯერებელი უნდა იყოს ის ჩვენებები, რომლებსაც სხდომათა დარბაზში მათ მიერ მოგზავნილი პოლიციელები აძლევენ. დღეს ორმა პოლიციელმა მისცა ჩვენება სასამართლო პროცესზე და მოსამართლემ პროცესის ბოლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განმარტა, რომ მტკიცებულებები ამ საქმეში იყო არასაკმარისი, შესაბამისად ამან განაპირობა ის გადაწყვეტილება, რომელიც დადგა დავით გედენიძის საქმეზე. კობა ჩაგუნავას სხდომათა დარბაზში ისევ ზის და განიხილავს შემდგომი კიდევ ერთ საქმეს, რომელიც ასევე ეხება აქტივისტს, პროევროპულ აქციაზე დაკავებულ ერთ-ერთ აქტივისტს.